რა მოხდა საგარეჯოში თორნიკე რიჟვაძის საქმის შესახებ დეტალები მედიასთან პირველად გაიხსენა ალექსი ახვლედიანმა. შემთხვევა სწორედ მის სახლში მოხდა. ახვლედიანმა რიჟვაძეზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია კონკრეტული არგუმენტებით უარყო და უარყო ის ცნობაც, რომ თითქოს შემთხვევის დროს მის სახლში მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაშია ბრალდებული. ის 30,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მეგინ არსავიძე დღევანდელი პროცესის დეტალებით. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი უახლოესი მეგობრები. თორნიკე რიჟვაძის მეგობარმა ალექსანდრე ახვლედიანმა პირველად მედიასთან დეტალურად გაიხსენა საგარეჯოში საკუთარ სახლში მომხდარი შემთხვევა. განმარტა, რომ ამ მისამართზე ახლობლები, მათ შორის თორნიკე რიჟვაძეც, ხშირად იკრიბებოდნენ. ახვლედიანისგან მოვისმინეთ ისიც, რომ შეკრება იყო მეგობრულ გარემოში. ჩემი ოჯახის წევრები მას მეოთხე შვილად მოიხსენიებდნენ და ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ვიმყოფებოდით მე, ჩემი შვილი, უმცროსი შვილი, ჩემი ორი ადგილობრივი ბავშვობის მეგობარი, დამხმარე ქალბატონი ჩემი და მძღოლი. 1 საათში, საათნახევარში შემოგვიერთდა თორნიკეს მამა, ბატონი დავითი და მისი სიძე დისკმარი დავითი. და იყო ჩვეულებრივი მეგობრული ვახშამი. გამოვედით და მან მთხოვა, რომ საფერფლე და სიგარეტი მომეციო რა. სიგარეტი მედო იმ მაგიდაზე, რომელიც დიდოთახშია. შევედით, მე მივეცი, ის გავიდა და მე შევედი ტუალეტში. ტელეფონი დავდა დატენვაზე და ტუალეტში რამოდენიმე წუთი მესმის ტელეფონის ზარი. გამოვედი, დავხედე თორნიკე რეკავს. ავიღე ყურბილი, ხო ზმაო, გისმენ, ხმა არ გამცა. გადაურეკე და აღარ იღებდა და რო არ იღებდა, გამოვედი ინსტინქტურად, რომ რა ხდება. ალექსანდრე ახვლედიანმა დღეს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ სპეკულაციებზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა. თქვა, რომ შემთხვევის დროს მამუკა მდინარაძე საგარეჯოში არ იმყოფებოდა. მეტიც აღნიშნა, რომ მდინარაძეს არ იცნობს. ბატონი მამუკა მდინარაძეს მე არ ვიცნობ. ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფ. ვალით საერთოდ არ მყავს. ნანახი და სამწუხაროდ არ ვიცნობ ამ ადამიანს. შესაბამისად არც ყოფილა. თორნიკე რიჟვაძის მეგობრისგან გავიგეთ ისიც, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თანამდებობიდან წასვლაზე ჯერ კიდევ 2024 წლის არჩევნებამდე ფიქრობდა და მუშაობის გაგრძელება დიპლომატიური მიმართულებით სურდა. ახვლედიანმა ისაუბრა იმ ინფორმაციებზეც, რომლებსაც რიჟვაძის მისამართით გარკვეულ ზეწოლასთან დაკავშირებით ავრცელებენ. უმცროსი შვილის თანდასწრებით, ორსახურე ქალბატონის თანდასწრებით, ჩემი უახლოესი ადგილობრივი მეგობრების თანდასწრებით ვის უნდა ქონოდა ზეწოლა? ვის? მე, მამამის თუ მის სიძეს? აი ვის? თორნიკეს ქონდა ერთი ძალიან ცუდი თვისება. თქვა დაიწერა ჩემზე რამე, ხო? ნუ აი წავიკითხე და შეიძლება არ წავიკითხო, ხვდებით? აი მას ეჭირა ტელეფონი და უნდა ჩაყოლო და კომენტარის. ზუსტად მაგას ვეუბნები, თორნიკე, ეს შენ გადაგიყვანს ჭკვიდან. ბოლო წელიწად ნახევარი თვითონ თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან, იმიტომ რომ ის თვლიდა, რომ 7 წელი ძალიან ბევრი იყო. მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ თავის საქმიანობა გაეგრძელებია დიპლომატიური მიმართულებით. როდესაც მისი განთავისუფლება მოხდა, რამოდენიმე დღეში ჩამოვიდა თბილისში, როგორც შემდგომ მომიყვავა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებიან მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა დიპლომატიურ სამსახურში და როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ არის ვაკანსია და თუ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში. რაზეც მან მიიღო თანხმობა, ჩვენ ამ შემთხვევამდე რამოდენიმე დღით ადრე ვიმყოფებოდით გერმანიაში. მას აქვს ერთი თვალის პრობლემა. მე და მაგდა წავყევით გამოკვლევაზე მიუნხენში. კაც ავიწროვებდნენ, ზეწოლის ქვეშ იყო და გამოსვლა ჰქონდა ოჯახთან ერთად თავისუფალი, აი ლოგიკაში ხდება. მომხდარის შემდეგ ახვლედიანს მეგობართან კომუნიკაცია არ აქვს, რადგან რიჟვაძე მკურნალობს და მას ტელეფონი არ აქვს. ალექსანდრე ახვლედიანი ახლა ეკონტაქტება რიჟვაძის ოჯახის წევრებს. მასთან კომუნიკაცია არის საკმაოდ შეზღუდული ოჯახის წევრებისთვისაც, იმიტომ რომ როგორც მე მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან დაუნიშნეს ორთვიანი საკმაოდ ისეთი მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა
ხოლო ცოტა ხნით ბავშვებს აქვს შესulis უფლება, ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არ აქვს. საქმის პროკურორი და ალექსანდრე ახვლედიანის ადვოკატი დღეს საუბრობდნენ კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც წერილი, რომელიც საქმეში დევს, თორნიკე რიჟვაძის დაწერილია. გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს. თვითმკვლელობამდე მიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა. მე არასდროს ღიათ იარაღი არ მიტარებია. ყოველთვის ვიდო დახურულ ჩანტაში, დახურული ჩანტის დახურულ სივრცეში. დღემდე ვერავინ ვერ ეკითხება, მე როგორც ვიცი თორნიკეს, მე ისიც არ ვიცი რა დროს დაეუფლა ჩემი იარაღი. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ წერილი დაწერილია ბატონი რიჟვაძის მიერ. რამოდენიმე წუთიანი, წამიანი უпростоრეთ უყურადღებოთ ჩანთის დატოვება დახურულ სივრცეში. ფანჩატურს კი ამბობთ თქვენ, მაგრამ ეს ფანჩატური არის ჩვეულებრივი ოთახი, კარი ეკეტება. სულ რამოდენიმე წამით დატოვა ადამიანმა თავისი ხელჩანთაში იყო მოთავსებული ცეცხლსასროლი იარაღი და შევიდა აბაზანაში ხელის დასაბანად. ეხლა აბაზანაში არ წაიღებდა იმ ჩანთას და მეთანხმებით ხო ელემენტარულია. აი ეს თუ ჩაითვლება დაუდევრად შენახვად, ნახოთ ამას არსებით განხილვაზე ვიმსჯელებთ ამ საკითხებს. გამოძიების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღებული იქნა ყველა საჭირო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად ნივთები, ასევე გამოკითხულია და იდენტიფიცირებულია ყველა პირი, მათ შორის საქმეზე ამოღებულია ვიდეო ჩანაწერი და საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, გარკვეული ექსპერტიზები უკვე გამოძიების მიერ იქნა მოპოვებული. სისხლსამართლ საქმეზე მოპოვებულია კალიგრაფიული ექსპერტიზა, რომლითაც დადგენილია რომ წერილი შესრულებულია თორნიკე რიჟვაძის მიერ. საქალაქო სასამართლოში შემდეგი სხდომა 8 სექტემბერს გაიმართება.